პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ეს ჩვენი მიკროფონის ღრუბელი სწორედ ამ ტიტუშკებთან და ზონდერ დაჯგუფებებთან ბრძოლას ესე რომ ვთქვათ შეეწირა. რაც შეეხება ახლა მსვლელობას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას, რომ უკვე ძალიან გვიანია, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მაინც როგორც გესმით თქვენ შეძახილები ამ დრომდე საპროტესტო მუხტია და ესეთი შეძახილებით მიემართებიან ეს ადამიანები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ. ეს არიან ის მოქალაქეები, საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც აპროტესტებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას და ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ერთადერთი მოთხოვნით, რომ დაეთმოს დღის ეთერი საზოგადოებას და ხალხს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამდენ დღიანი და ამდენ საათიანი პროტესტისა, ფაქტია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა არანაირ დათმობებზე წამოსვლას არაპირებს და როგორც ჩანს არაპირებს, რომ დღის ეთერი დაუთმოს ამ მოქალაქეებს, არადა მათი მთავარი საქმელი ახლა არის ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა იყოს პოლიტიკური, არამედ უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ეს არის ამ ადამიანების მთავარი განაცხადი. ახლა პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ კომენტარებს, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გითხრათ კიდევ ერთხელ თქვენი მოთხოვნა რა არის, რატომ შეიკრიბეთ დღესაც და ასევე ჩვენ ვიხილეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაც, სადაც თქვენზე საუბარი იყო იმ პროტესტის მონაწილეებზე, რომ თითქოს თქვენ ცდილობთ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას და მათ მრავალფეროვანი ეთერი აქვს. ამასაც როგორ შეგვიფასებთ? სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არ ვითხოვთ. ჩვენ სარედაქციო პოლიტიკა აქ გამოსასწორებელი საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც იტყუება და გვეუბნება, რომ თურმე ჩვენ 1 საათი გვეკუთვნის, თან ამასაც არქმევს საგანგებო, ასე ვთქვათ. როგორ ქვია? საგანგებო ეთერს, არავითარი საგანგებო ეთერი არ არის. ეს არის ის ეთერი, რომელსაც ითხოვს ხალხი გარეთ. და თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოებრივი, მაშინ ის უნდა უსმენდეს საზოგადოებრივ დაკვეთას და ასრულებდეს მათ, ასე ვთქვათ, მოთხოვნებს. შესაბამისად, როდესაც მაუწყებელი ამბობს, რომ ჩვენ ვიჭრებით სარედაქციო პოლიტიკაში, ეს არის ტყვილი. ეს არის ტყვილი, იმიტომ რომ ქვეყანა არის კრიზისში და კრიზისში მაუწყებელი არ ასრულებს იმ ვალდებულებას, რომელსაც უნდა ასრულებდეს. მასზე უნდა ისმოდეს ყველა იმ ადამიანის ხმა, რომელსაც უნდა რომ მიაწვინოს საკუთარი ხმა ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში. ამიტომ მას აგეს ვალდებულება და არავითარი პროპაგანდით, არავითარი ტყუილებით ის ჭირს ვერ მოცხებს იმ ადამიანებს, რომლებიც გარეთ 25 დღეა აპროტესტებენ იმას, რაც მათ ისედაც ეკუთვნით. იმიტომ რომ ყველა მოქალაქე, ვინც მუშაობს იხდის გადასახადს, ვალდებულია კი არა, აქვს უფლება მოიპოვოს სწორი სრულფასოვანი ინფორმაცია, რომელსაც არ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებელი. შესაბამისად, პროტესტი არის სწორი, გამართული სამართლებრივად და ჩვენ არაფერს არ ვაშავებთ. და თუ კი ისინი ამას ასე ამბობენ, ესე იგი იტყუებიან. თუმცა მიუხედავად ამდენ დღიანი და საათიანი პროტესტისა, არანაირად არ ყოფილა გამოხმაურება, ხო თქვენთან უშუალოდ არ უსაუბრიათ? პირველი დღე იყო, როდესაც გამოვიდა, ასე ვთქვათ, სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი ვასილ მაღლაფერიძე და ასე ვთქვათ, ფორმალურად დასმული დირექტორი ქალბატონი თინათინი ბერძელიშვილი, რომელთანაც შეთანხმება იყო 1 საათიან ეთერზე და ამაშიც მოიტყუეს და რეალურად ხალხის ხმა ისმის 9 საათი. გუშინ ერთადერთი მე მგონი გამონაკლისი იყო, რომ რაღაცა 40 წუთამდე იყო. ხალხი ვზივართ, ვითვლით ჩვენ უფლებებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს და მენეჯმენტს ნუ გონია, რომ მას მაყურებელი ყავს ისეთი, რომელიც მას ვერ აფასებს. მათ საქმიანობას ვერ აფასებს, ამაში ძალიან ცდებიან. ამიტომ ჩვენი უფლებები არის დასაცავი ამ ქვეყანაში და თუ კი ვასილ მაღლაფერიძე პრობლემას ვერ ხედავს, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ძევლები, არსებობენ დაჩაგრული ნაწამები ადამიანები, რომლებიც აღიარებულები არიან უკვე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც კი არიან უკვე, ასე ვთქვათ, მოქცეული. ესე იგი ისინი აშავებენ და არ იმსახურებენ ამ არხის მენეჯმენტს. კი ბატონო, თქვენ უსმენთ აქციის მონაწილეებს, რომლებიც როგორც გითხარით, უკვე მიემართებიან საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაიწყეს მათ მსვლელობა და მიემართებიან პარლამენტისკენ. ამ ადამიანების მოთხოვნა, როგორც თქვენც მოისმინეთ, არის ის, რომ დაეთმოს დღის ეთერი მოქალაქეებს და არა რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელ პოლიტიკოსებს და რადგან ისინი ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და უნდა იყოს დამოუკიდებელი.